გვერდთან მეორე სტუმარი დავით წერეთელი, ანალიტიკოსი, ძალიან დიდი მადლობა. ბანდა დავით, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში და მინდა დავიწყო ევროკავშირის ასე ვთქვათ დელეგაციის ვიზიტით ჩინეთში. მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში მოუწოდა პარტნიორებს დაესაჯათ ჩინეთი. უფრო მანამდე განსაკუთრებით ევროკავშირის ტერიტორიიდან, ევროპის ტერიტორიიდან გვეუბნებოდნენ უფრთხილდით ჩინეთსო და ძალიან ესეთი არასასიამოვნო კონტექსტში ვიყავით მოხსენიებულნი ჩინეთთან ურთიერთობის გამო და ეხლა რაღაც ძალიან დიდი სიამტკბილობით შეხვდა ყოველთვის ევროკავშირის დელეგაცია სიამტკბილობით შეხვდა სიძირფის არც ისეთი სიამტკბილობა. ეტყობოდა რაღაც მოილაპარაკეს კიდეც ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ეს რა პროცესის ნაწილად შეიძლება განვიხილოთ ეს და მაშინ რა საჭიროა პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება შემდეგ მოქმედებებს იმ განცხადებების ავტორების. მოგესალმებით, ხალბატონო, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენ სტუდიაში, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან საინტერესო თემით დაიწყეთ და მოდით განვიხილოთ ეს სიტუაცია. ესე იგი, ევროკავშირის დელეგაციის ჩასვლა ჩინეთში. რას გულისხმობს ეს და რას მოასწავებს? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბრუნვა ევროკავშირის და ჩინეთის, ასე ვთქვათ, სავაჭრო ბრუნვა, ცოტა არ არის, თითქმის $1 ტრილიონი, ტრილიონი евро ბოდიში. ეს არის უზარმაზარი თანხა. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა და მისი დაპირისპირება ჩინეთთან ევროპის გარეშე არის შეუძლებელი. ამერიკაში ძალიან კარგად იციან, რომ რეალური დაპირისპირების პირობებში ჩინეთთან ევროპის დახმარების გარეშე მათთან, ასე ვთქვათ, მათი გამარჯვების, ასე ვთქვათ, და ზეგავლენის მოხდენის ალბათობა ჩინეთის მიმართ ევროკავშირის დახმარების გარეშე ძალიან მოიკლებს. თვითონ ევროკავშირს რაც შეეხება, ევროკავშირი ბუნებრივად ხედავს იმ ვითარებას და ცდილობს, რომ ჩინეთთან დაალაგოს ის ურთიერთობა, რომელიც მისთვის ისედაც ძალიან მომგებიანი და კიდევ უფრო მომგებიანი იქნება. და აქ ჩნდება კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც ჩვენთან სამწუხაროდ არ აქცევენ ყურადღებას. ეს არის რუსეთის ფაქტორი. ეს პაკეტი მე-18 პაკეტი სანქციების მე-19 მე-20 რამდენი წნებავთ იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში აქ არის ერთი ძალიან მარტივი მიზეზი. ხა ყველასთვის ცნობილია უკვე ძალიან კარგად, რომ ამერიკის ადმინისტრაცია სერიოზულად ცდილობდა ამას ხაზს უსმევ, ჩამოეშორებინა, შეეცადა, რომ რუსეთი ჩამოეშორებინა ჩინეთისთვის ეს ტანდემი როგორმე, ასე ვთქვათ, დაეშალა და რუსეთი გადმოეყვანა, ასე ვთქვათ, მცირე პარტნიორად თავის მხარეს. ეს არ გამოვიდა ფაქტიურად და ადრეც ვამბობდი, მithქვას თუ ეს გადაცემაში, რომ ეს არის ფაქტიურად შეუძლებელი, ჩვენ გვისაუბრი ამას და დღესაც იგივეს გამომეორებ. რუსეთის ჩინეთისგან ჩამოცილება დღეს არის შეუძლებელი, მაგრამ ჩინეთს აშორება ნახვა რუსეთი. ჩინეთის ჩამოცილება რუსეთიდან ეს ნამდვილად შესაძლებელია, იმიტომ რომ დღეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ხომ გესმით, რომ არის ეკონომიკა, არის ფული და მოგება. ჩინეთისთვის დღეს მიუხედავად იმისა გაზრდილი ბრუნვისა რუსეთთან, მაქსე ეს არის სულ რაღაცა 200 მილიარდიც ვერ წავიდა ჯერ 200 მილიარდამდე. ამის საპირწონედ ჩვენ ხედავთ თითქმის ტრილიონიან ბრუნვას. ჩინეთისთვის რო წარმოვიდგინოთ ჩინეთის მდგომარეობა, მათთვის ამ ორი ბაზრის დაკარგვა, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული ბაზრის დაკარგვა, ეს არის კატასტროფის სტოლფასი. ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებს ამას. აქედან გამომდინარე ეს ვიზიტი ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, მაქსიმალურად მიბმას ჩინეთის ისევ და მისთვის, ასე ვთქვათ, ჩვენებას იმისი, რომ მიუხედავად რაღაცა განსხვავებებისა და რაღაცა პრობლემებისა პოლიტიკურ დისკურსში, მათთან, ასე ვთქვათ, პრობლემები როგორც ასეთი რეალური არ დგას დღის წესრიგში და ეს პრობლემები შეიძლება ადვილად დავძლიოთ, თუ კი ჩვენ მოვილაპარაკებთ ისეთ ეგზისტენციალურ თემებზე, რომელიც არის, ვთქვათ, ურთიერთობა პოლიტიკური და ამ პოლიტიკური ჭრილიდან რეალურად გადასვლა რაიმე სამხედრო დაპირისპირებაში. ხო, ცნობილია ყველასთვის, რომ მაქსიმალურად ცდილობდნენ, ვთქვათ, ევროპელები, რომ რუსეთს ფაქტიურად ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვავენ და ძალიან კარგად ესმის, რომ ჩინეთის, ასე ვთქვათ, ჩინეთის დახმარების გარეშე რუსეთს ფაქტიურად ძალიან გაუჭირდება და შანსი არ აქვს. ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ჩინეთთან ურთიერთობა გადაალაგონ ისე, რომ ჩინეთისთვის ეს ურთიერთობა იყოს ძალიან მომგებიანი და რასაკვირველია ევროკავშირისთვის ჩვენთვის ეს ძალიან ხელსაყრელია გამომდინარე იქიდან. ჩვენთვის არაჩვეულებრივი კი ბატონო. ჩვენთვის პრინციპში როგორ არის, მე მეუბნებიან ხოლმე შენ
პოლიტიკური პლატფორმა ვერ გავიგეთო და ჩემი პოლიტიკური ერთადერთია. ჩემთვის სულ ერთია ამერიკა მოელაპარაკება ჩინეთს, ამერიკა რუსეთს, რუსეთი მოელაპარაკება ჩინეთს. სამივე ყველა კონფიგურაცია მისაღებია თუ ჩემი უსაფრთხოება დაცული იქნება და შემოსავლები გვექნება. პლატფორმა არის ძალიან მარტივი და ძალიან სწორი. აბსოლუტურად პროკარტულ პლატფორმაზე დგება. ვინ ვისთან მოილაპარაკებს? მე ვის ბანაკში მომიაზრებენ თუ ჩემი უსაფრთხოება იქნება დაცული. აი ეგ პრობლემაა კი ბატონო და ახლა. შესაძლოა მე მესმის ხა თქვენ რატომ მითხარით, აი ჩვენთან დაკავშირებით მე შემიძლია მხოლოდ ერთი თქვა ჩინეთთან ურთიერთობის კონტექსტში. ხა ძალიან რთულია რაიმეს პროგნოზირება, მაგრამ ერთი რამე შემიძლია ცალსახად თქვა, ისევე როგორც ადრე ვამბობდი, რომ რუსეთი ჩინეთს ვერ მოშორდება. ჩინეთი რუსეთს არ ვიცი და რუსეთი ვერა. ჩინეთის გამოსვლას ასე ვთქვა და ჩინეთის გარკვეულწილად დომინაციის დაშვება და მისი შეშვება შავ ზღვაზე ეს არის შეუძლებელი და ეს არ მოხდება. ეგეთ რამეს არ დაუშვებენ და აი აქედან გამომდინარე ჩდება ზუსტად აბა გადაფრინდება ჩინეთი? არა, არ გადაფრინდება არაფერი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ. აი ჩვენთან ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ თქვათ, აი რას გვერდჩის ეს ევროკავშირი, რა უნდა რას გვერდჩის ეს დასავლეთი და ხშირ შემთხვევაში მესმის, იმიტომ რომ ძალიან ხანდახან ფიქრობ ადამიანები, რა უნდათ ბოლოს და ბოლოს, რა ყველაფერზე. სხვათა შორის ეს კითხვა მეც მიჩნდება, იმიტომ ისინი იმ შეცდომებს იმეორებენ, რასაც უშვებდა რუსეთის იმპერია, საბჭოთა კავშირის შემდეგ რუსეთი, კაი, რუსეთმა ვერ ისწავლა, შენ ხო შეიძლება ისწავლო, არა? ოღონდ აქ არის ერთი მაგრამ. იმ ქვეყნებთან ურთიერთობაში, რომელსაც პრეტენზია არ აქვს ევროკავშირის წევრობაზე, ევროკავშირის, ასე ვთქვათ, პოლიტიკა არის ბევრად უფრო მოქნილი და ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, მსუბუქი მათ მიმართებაში. ჩვენთან დაკავშირებით, რადგან განგვიხილავენ როგორც ერთ-ერთ პოტენციურ წევრს, მომავალ წევრს. თქვენ სერიოზულად გონიათ, რომ მე უკვე მივხვდი, რომ მე ვწდებოდი. არა, მაშინ არ იქნებოდა ესეთი ამბავი, რაც ახლა ხდება, მაშინ არ იქნებოდა. მე მაინც გონია, რომ წევრად განხილვა არც არის. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ აქ არის სივრცე გავლენის. საკვირველად აქედან ეს წევრობა, ჩვენ წევრობა ახლა იმიტომ კი არა რომ შეყარებულები არა ჩვენ ზიან ძალიან დიდ. არა, ჩვენც ამჭირდება წევრობა, აი იმ ტიპის, აი ის მოწყობა, ის სოციალური სისტემა, ადამიანის უფლებების დაცვა, როგორიც იყო რა აქამდე, სანამ დირექტიული ტონი გაუხდებოდა, ეს აბსოლუტურად მისაღები და ოპტიმალური ვარიანტია მართლა. და გარდა ამისა, ჩვენ გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომელიც გადამწყვეტია ხშირად და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ევროკავშირი დასავლეთი ბოლომდე იბრძოლებს იმისათვის, რომ საქართველოს მათი გავლენის კი არა, ასე ვთქვათ, მათი ცივილიზაციური ნაწილი გახდეს, ეს იქნება მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ახლა ღიად ვხედავთ ხომ ძალიან. ოღონდ არა თორსა ტროცკის წულიმაც იდეოლოგიას ეფუძნებიან, არამედ აი ეს ევროკავშირი როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, იმ ცივილიზაციის, რომელიც ნამდვილად არსებობს, რომელიც დაფუძნებულია და რომლის ნაწილი ჩვენ ვართ. ქრისტიანულ პირველ რიგში ქრისტიანულ ტრადიციებზე, რომლის ამოსავალი წერტილია ქრისტიანობა და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე. ჩემთვის ამაზე გადის ევროკავშირის წევრობა. და ეხლა პოლიტიკოსები მიდი, არა პრობლემა პირიქით ძალიან სასიამოვნოა თქვენთან საუბარი. კაი დიალოგი გამოდის. ამოსავალი წერტილი არის ხოლმე ესეთი რამ. ეს პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან. ეს სახალხო პარტია, ეს ძალიან მემარცხენეები, რომლებმაც უბრალოდ, აი მე არ ვიცი, არ მიყვარს ხოლმე ამის გამეორება, მაგრამ კიდე გავიმეორებ, რომლებმაც უბრალოდ თვითონ ევროპული მოსახლეობა გადარიეს უკვე რეალურად ახლა. ეს ჩანს უკვე ყველაფერში. მაგრამ ესენი შეიცვლებიან, მაგრამ ის მყარი ცივილიზაციული ბმა, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროპასთან, ის დარჩება აუცილებლად. ეს პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ეს რეალობა რჩება და ეს ასე იქნება. მე ძალიან ღრმადჯერა და ღრმად ვარწმუნებული, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში ევროკავშირში ვიქნებით. შეიძლება ძალიან მეამეტურად გამომდის თქვა და სასურველს ვასაღებ რეალობად, მაგრამ მე მჯერა და მინდა რომ ეს ასე მოხდეს. და ვფიქრობ, რომ ამის საფუძველიც მაქვს ამას საუბრის, იმიტომ რომ და ევროკავშირში არ იქნებიან იმ ტიპის პოლიტიკოსები ხელმძღვანელ თანამდებობებზე, როგორებიც არიან, ოღონდ რომ ამ ტიპის პოლიტიკოსებთან სიმართლე გითხრათ. ესეც გაივლის ხალბატონი. ხო და მაგას ვამ, გაივლის რა თქმა უნდა. ეს წავა როგორ გეკეთება. თემურლენგმა გაიარა და ახლა კაია კალასი ვერ გაივლის. მე კაია კალასი ნუ გენიალური ფიგურაა, ხა თუ გნებავთ. არ მინდა ხა მის ასე ვთქვათ კავშირებს და საუბარი ზოგ-ზოგი მიმართულებით, რასაც ძალიან გამალებით ებრძვის თვითონაც მისი ქმრის ბიზნესი და ვიცი, ამაზე ძალიან აქტიურად წერდი და ქმარმა რო თქვა, რომ ჩემმოცოლმა არ იცოდაო და თან მაშინვე კი არ შეწყვეტა ხელშეკრულება რომ დაგვიმთავრდება მე შეწყვეტა კი მახსოვს ყველაფერი კარგი რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება ხარს არა ერთხელ მithwas და ეხა კიდევ იმას გავემეორებ რაც ბოდიშ მანტრასავით ვიმეორებ რომ საქართველოსთვის აუცილებელი პირობა მისი განვითარებისთვის მის წისვლისთვის დღეს არსებულ ვითარებაში სამოკავშირეო ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამაზე უნდა ვიმუშაოთ, ამაზე უნდა მიდიოდეს მუშაობა სერიოზულად. ეს არის გარკვეულწილად იმ საფრთხეების ნიველირების
ერთ-ერთი მთავარი საშუალება, რომელიც დღეს რეგიონში არის უხვად და ძალიან მიამიტი უნდა იყოს, რომ ეს საფრთხეები ვერ და იმ საფრთხეები იმ საფრთხეები კი არა, აი ეს ხელშეკრულება როგორ დაგვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ხელში თქვენ გულისხმობთ ამერიკის შეერთებულ შტატთა სამოქალაქო ხელშეკრულება როგორ არ დაგვეხმარება. ძალიან გარდა იმისა, მე მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა ეს კარგად გაიგოს, რაზეც გვაქვს საუბარი. რეალურად ხომ უნდა ხედავდეთ იმას, რომ რუსეთის გავლენები ჩვენს რეგიონში სერიოზულად ცირდება და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამას არ ეპუება, ეს ჩანს. მაგრამ ოსებს და აფხაზებს უნდათ რუსეთთან. ეხლა. ოსებს და აფხაზებს არც რუსეთთან არ უნდათ რეალურად. ოსებს და აფხაზებს არ ჩვენთან. ოსებს და აფხაზებს უნდათ საერთოდ სხვა რაღაცა და პარაზიტულად ცხოვრება. კი ბატონო, და ვინც აცხოვრებს ესე პარაზიტულად, ის იქნება მათთვის მისაღები და ის ინტერესები, რომლებიც ნათლად იკვეთება, მათ შორის საუდის არაბეთის, ემირატების, თურქეთის და არა მარტო, თავის დროზე მე მახსოვს ანალიტიკური სტატია წავიღე, სადაც ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, ძალიან ლეიტმოტივად გაზრდებოდა ძალიან საინტერესო თემა. ერთიანი ჩრდილოეთ კავკასია კონფედერაცია და სოხუმი შედიოდა ამ კონფედერაციაში. ანუ ჩრდილოეთ კავკასიისთვის სოხუმი როგორც პორტი და გასასვლელი ზღვაზე. ეხლა ეცოთ წარმოიდგინეთ, დაღესტანი რომელსაც გასვლელია კასპიის ზღვაზე. და აქეთ სოხუმი რომელსაც გასვლელია შავ ზღვაზე და რეგიონი, რომელსაც აქ ნავთობი და არა მარტო, რომელიც ძალიან აგრესიულია, პლუს არაჩვეულებრივ ურთიერთობას აყალიბებს, სხვა შორის კადიროვის მეშვეობით იგივე საუდის არაბეთთან და არა მარტო კადიროვის, იქ დაღესტანის ელიტასაც აქვს გარკვეულწილად ცდილობები და რას ვიღებთ საბოლოო ჯამში? აქ რუსეთის ფაქტია, რუსეთის დასუსტების ფონზე რაც რეალურად ჩანს და ის ვითარება, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯანში და სომხეთში, ეს ხომ ნორმალური ვითარება არ არის რეალურად. აზერბაიჯანმა იმის გულისთვის დაძაბა დღეს რუსეთთან ურთიერთობა იმდენად კი მესმის რომ ერთი ადამიანის სიცოცხლისთვის თქვა ის რაც მოხდა რუსეთში აზერბაიჯანელი ბიზნესმენების და იმ ხალხის მიმართ რა ძალიან მძიმეა და საშინელებაა საბოლოო ჯამში მაგრამ რუსეთის მოქალაქეები არის არა მარტო რუსეთის მოქალაქეები იქ ხო აქ საუბარი იყო რეკეტზე და ეს ადამიანები თვითონ აზერბაიჯანულ ეთნიკურად აზერბაიჯანელებს არ ეკეტებდნენ იმ ბაზრებზე ეკატერინბურგში და ასე შემდეგ აქ მაგრამ აი წარმოიდგინეთ ნუ თუ ეს საკმარისი იყო რომ ამხელა პოლიტიკური სახელმწიფოების შორის ამხელა პოლიტიკური დაძაბულობა ეს ხო ნიშნავს იმას რომ ვიღაცა ამას ახლა ძალიან მიამეტი უნდა იყო ადამიანი რომ ფიქრობდა რომ ეს არის ერდოღანის პროექტი ასე ვთქვათ და მის უკან დგას ისეთი ხალხი რომელმაც რაღაც გარკვეული გარანტიები მათ შორის ისრაელის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ მათ შორის ახლა ხანკენდიში ისეთ შემადგენლობა ჩავიდა ნინო თვალები ამოვიდა შულზე სიმართლე ეკონომიკურ ფორუმზე ალაპარაკია ეკონომიკურ ფორუმზე დავარქმევ რასაც გნებავთ მაგრამ რეალურად მას მერე რაც იქ ირანის პრეზიდენტი ჩავიდა, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია, სპეციფიკად და როდესაც პაკისტანის წარმომადგენლობა ჩავიდა, ამ შუა აზიაზეც ძალიან საინტერესოა იქ უზბეკეთის და სხვათა მისვლა, რომლებიც ესე იგი ანტირუსულ პლატფორმაზე მყოფ ქვეყანას ჩადიან და გარდა იმისა ეს საუბრები რომ ბაზის გახსნაზე თურქული სადაც პაკისტანის საუბრობს რომ ჩვენ ეს კი ბატონო მიდის ეს საუბრები ეს დამტკიცებული არაფერი არ არის ჩვენ შეგვიძლია რომ ამ ბაზაზე ჩვენს გავთავსდეთ და ბირთვული არაღით ჩავიტანოთ აზერბაიჯანში ეს ხო ბომბაა და ამას რუსეთი რეალურად ვერაფერს ვერ უპირისპირებს ეს ნიშნავს იმას მაგრამ ეს ჩვენთვისაც არ არის ხო ჩვენთვისაც არ არის ძალიან ჩვენ ორ თურქეთს შორის ჩებით ფაქტიურად და გარდა ამისა ძალიან ზემოდან ჩრდილო კავკასია კი ბატონო აღარ ვთქვი ხა მაგრამ ზევიდან კიდე საშინო მდგომარეობაში ვარდები და ამიტომ ვიმეორებ კიდე ერთხელ აი ზუსტად ვისაც შეუულია ამ საფრთხეების ნიველირება დღეს რუსეთს აღარ შეუულია ამ საფრთხეების ნიველირება ამას სიმართლე უნდა ვთქვა კი შეიძლება კატეგორია ხალხის უნდა რომ ეს ასე იყოს და ასე ვთქვა ის ისტორიული შლეიფი მოყვება ამას მაგრამ იცით ერთი 10 წლის წინ წავიკითხე 93 წელს ლონდონში ჩატარდა სიმპოზიუმი სადაც იყო თემაშია და იმიტომ ვიტყვი ძალიან მოკლედ ვიტყვი ამ თემას. სადაც იყო პოეტ გვარი არ მახსოვს ცერუს პოლკოვნიკი, რომელიც გარკვეულწილად კურირებდა საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესს. ეს თუ გასვოთ, ეს ხდება როდის და ეს კატლეტა ბაკიევსკი რო არის ცნობილი მამა ბუშის გამოსვლა კიევში, სადაც მან თხოვა რომ უდაშლითო საბჭოთა კავშირს. ციტირებას თავს ვერ დავდებ, ხო? საკითხული მაქვს მე. კი ბატონო, ციტირებას თავს ვერ დავდებ, მაგრამ აზრს გადმოცემ და დაფიქრეთ როგორი არცია რა. ჩვენო ამერიკელებმა დაუშვითო ისეთი ფორმითო საბჭოთა კავშირის დაშლა, რომელიც დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ჩვენ თვითონ დავანგრიეთ ის ბუნებრივი ზღუდეო, რომელიც ჩინეთს და ჩვენს პირველ მოკავშირეებს შორის იყო ბუნებრივად აღმართული. მხოლოდ რუსეთს ვეპირდაპირ ეწერა, მხოლოდ რუსეთს არა აქვს არც ადამიანური, არც ინტელექტუალური, არც სამხედრო რესურსი იმისი, რომ ეს ფუნქცია ითვითოს და შეასრულოს.
წარმოგიდგენთ რამ ხელა არსია, ამ ხელა აზრიდებს. და ეხლა ჩვენ რას ხვდებით? ერთი პერიოდი რუსეთში ცოტა მაპატიეთ ეხლა, მაგრამ ცოტა მეტი ასე ვთქვათ, მოქნილება რო გქონოდათ იმ საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე, მათ შეეძლოთ რეალური პოლიტიკის წარმოების პირობებში ეს ტერიტორია გადაექციათ ასე ვთქვათ ევროკავშირის მსგავს წარმონაქმნად, სადაც აბსოლუტურად სხვა რეალობა იქნებოდა დღეს, არა ომები და არა ის რაც ეხლა ხდება და ერთმანეთის მიმართ არა, მათ შეეძლოთ ელემენტად საქართველოსთან და უკრაინასთან ნორმალური ურთიერთობა, რაც მათ უამრავ პრობლემას მოუხსნიდა. მათმა ასე ვთქვათ პირველმა იდეოლოგმა თქვა, რაც არის რუსეთის იმპერია საქართველოს და უკრაინის გარეშე ვერ იარსებებს, შეუძლებელია და მაინც და მაინც ამოვიდნენ და დაეტაკნენ საქართველოს და უკრაინას და მაინც და მაინც მართლმადიდებლებს დაეჯახნენ ყველაზე მეტად და ამის ფონზე კარგავენ გავლენებს იმ შუა აზიაშიც და არა მარტო და ეხლა კავკასიაშიც უკვე. რატო ხდება ეს საბოლოო ჯამში და ხდება ერთადერთი მიზეზით. გვინდა მოგწონს, არ მოგწონს რეალურად ჩინეთი და რუსეთი მოკავშირეები არიან. კი, მოკავშირეები არიან ეთყობა, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ გადავხედავთ შუა აზიას დღეს ყაზახეთის თანამდებობით, ვისი გავლენის სფერო გახდა? ისე ჩუმაცხნარად, კი ბატონო, ყაზახეთთან ხელშეკრულების მოწესრიგების ეს მოკავშირის დამოკიდებულებაა. აქვე ვიტყვი, რომ აქ სხვათა შორის წინააღმდეგობა იქმნება დიდი თურანის იდეასა და ჩინეთის გავლენას შორის. დიდი თურანი არის. შუა აზიაზე აწყვევენ, ერდოღანი ვერ ხვდება, რომ როგორ ვერტება მშვენივრად ერდოღანი არის სერიოზული პოლიტიკოსი, რომელიც ძალიან დიდი ხანია ხელისუფლებაშია და რომელიც ისე ატარებს ამ თავის პოლიტიკას და თურქულ ელიტასაც ისე ლამაზად ყვებავს მისთვის რომ მუდმივად პოლიტიკაში იყოს. ძალიან დიდი პოლიტიკოსია, ძალიან ჭკვიანი ადამიანი. ოპერაცია ჯერ სამხედროების რომელი ერთი ძალიან ბევრი შეიძლება თქვა და ამას ძალიან ლამაზად, ძალიან ჭკვიანურად აკეთებს და ზის ისევ ხელისუფლებაში. მისი განცხადება გაიხსენეთ 2 წლის წინანდელი, როდესაც მე არჩევნებში მონაწილეობას აღარ მივიღებ არასოდეს. მისი მოქნილობის დონე, როდესაც მან არჩევნების მერე საპარლამენტო არჩევნები რომ მოიგო, შინაგან საქმეთა ministrად სტამბოლის მერი დანიშნა, პირველი ოპოზიციონერი. წარმოგიდგენთ როგორი ადამიანია და დღეს ყველასთან გადალაგდა ისე მშვენივრად, სამწუხაროდ ჩემი ქვეყნისგან განსხვავებით ვერავისთან ვერ გადალაგდით ჯერჯერობით და ისე რაღაც თურქეთს დიდი პოტენციალი აქვს და ახლა ჩვენ. თუმცა აგერა ყავს ალიევის მაგალითი და ალიევს თურქეთი ყავს ბატონო და ასე რომ ფაშინიანის ყავს და ასე. ფაშინიანი როგორ დაასრულებს ეს მე არ ვიცი და ფაშინიანი როგორ დაასრულებს არავინ არ იცის კი ბატონო დღეს, მაგრამ როგორც ჩანს მე ხა ფაშინიანის პრეზიდენტი თქვენ გინდა? არა მე ხომ მაგას არ მე ვამბობ რეალურად როგორც ხდება ფაშინიანი რასაც აკეთებს დღეს ეს კი ფაქტიურად მთელი სომხეთი რომელიც იმ თავიდანვე პრორუსული იყო მუდმივად და ამას თავის მიზეზები ჰქონდა იმიტომ რომ რუსეთმა ძალიან ბევრი საქმე გაუკეთა ფაქტიურად ესე იგი სომხეთი გადაყავს ანტირუსულ ტრენდზე თან ისეთ კაფიო კი რა ხის ანტირუსულ ტრენდზე მისი ეს ბრძოლა ეკლესიასთან ბრძოლას ეძახიან მაგრამ რეალურად მას ეს აკეთებს ამას ისე რომ პირდაპირ ამბობს რომ ეს არის რუსული ძალა ეს არასწორია მე მაინც გასაკვირველია მე არ ვამბობ რომ ეს სწორია ის ურტყამს სომხეთის იდენტობას სომეხიერის მენტალობას ამას არა რაღაცა შეიძლება არის რაღაც ნაგავი რაც შიგნით უნდა დატოვო და არ არის საჭირო დისკრედიტაცია ინსტიტუტის როგორც არის სომხეთის თუმცა სომხების გადასახადი გეთანხმები თავიდან ბოლომდე მაგრამ ხო აკეთებს ამას აქ პრობლემა ამაშია ეს აკეთებს და ამას უტარებენ ანუ ჩვენ ვიღებთ თქო მე ჩემი მაწუხებს თქვენი თქმის არ იყოს პირველ რიგში ჩემი მაწუხებს მე რასაც ვხედავ ეხლა მთელი რეგიონი ფაქტიურად გადის ანტირუსულ ტრენდზე რუსეთი თვალს და ხელს შუა კარგავს თავის გავლენებს ყველა მიმართულებით ჩინეთის მოკავშირეა და ჩინეთი მას ეს რბილი ძალით ლამაზად ჰიბრიდულად უშვებს შუა აზიიდან რასაც ამას ყველანი აშკარად და ერთად ვხედავთ მე მგონი რუსეთი ვერაფერს ვერ აკეთებს პლუს უკრაინაში ეს გაუთავებელი ომი ხაფანგი როგორც მე ვეძახი ეს 50 დღიანი ულტიმატუმი რომელიც გახსოვთ ჩვენი საუბარი რა ხაფანგია ამდენი უკრაინელი დაიღუპა დაინგრეს უკრაინა დასახიჭდა და საერთოდ გაუბედურდა ერი და ქვეყანა რა ვიცი ხა ეს ვისი ხაფანგია უფრო არაერთხელ მithავს და კიდე არაერთხელ ჩვენ იმიტომ ხა რუსეთი დამარცხდეს და რაღაც რუსეთი დასუსტეს მე არ არ ვამბობ რომ რუსეთი დამარცხდეს არ დამარცხდეს მე ვამბობ აბსოლუტურად სხვა რაღაცას ეს ხაფანგია მხოლოდ ერთი მიზეზით უკრაინას რასაკვირველია ძალიან ძიმე მდგომარეობა რუსეთის კარგავს ძალიან დიდ რესურსებს და მე სწორედ ეს არის ბარდოთ მე არ მინდა ჩემი ქვეყანა იყოს უკრაინის როლში რასაკვირველია ერთმანეთს ჭკუა ადამიანს როგორ უნდა შეულებოდეს მაგრამ დიდ პოლიტიკაში ამაზე არავინ არ ფიქრობს და ამიტომ ამ დიდი პოლიტიკიდან შეიძლება კარგიც კი არო თქვა ფაშინიანის ის მოძრაობას არავინ აკეთებს აი უკრაინა რა მოძრაობასაც აკეთებს ჩვენ 2008 წელს ხო ვნახეთ
ხოდათ ეს როაც ომი იყო და საფრანგეთმა 2 მისტრალი შეუკვეთა. ერთად სვამდნენ ყავას. ხო, საფრანგეთის პრეზიდენტი მისტრალის თემა საერთოდ საფრანგეთის პრეზიდენტი და სხვათა შორის მე ფურნიესთან საქართველოში ელჩი იყო საფრანგეთის ეს სკანდალი გამოვიწვია. შემდეგ მითხრა რომ მე თაღლითი ჟურნალისტი ვარ, რო ვეუბნები რომ მისტრალი რატომ შეუკვეთა, რომ ესეთ მსგავსი რამ არ ყოფილა. თქვენ წარმოგიდგენთ ეს იქ არა ეს არსებობს. არა ესეთი შეკვეთა თქვენ იგონებთო, მე ისიც ვკითხე მას რომ თქვენ იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, როცა დაბლოკეთ მაფის მონიჭება რომ რუსეთს და საერთოდ საშინელი სიტყვებით გამოანძღა. შემდეგ თავს იმართებდა მაგრამ ძალიან სამწუხაროა და კი ბატონო, აი ესე ხდებოდა და აქედან გამომდინარე ვამბობ მე როცა ვამბობ მე არ მინდა არც პაშინიანის ქცევა, არც უკრაინა როგორც იქცევა. ვისაც უნდა მოეწონოს ჩემი პოზიცია, ვისაც უნდა. ყველა გეთანხმებით, ყველა უნდა მოიქცეს ისე როგორც მას უნდა და როგორც მისი ქვეყნის წარი აუცილებელი. არ გიფიქრიათ არასოდეს რატო არის რაც ხდება ახლა ზელენსკის თავს უკრაინაში. რატო არის გამოსვლები, რატოა ის ვითარება. გასწოთ ჩვენი საუბარი 1-6 თვის წინ ვამბობდით ჩვენ რომ ზელენსკის შემოდგომაზე მოუწევს წასვლა არა იმიტომ ვთქვათ რომ ეხლა რაღაცა ეს ანტიკორუფციული ბია სხვათა შორის რაც მოხდა მეც ვფიქრობ გათამაშებულია ეს კი დიდი ალბათობით ბოროტიანები საუბრობენ რომ მოიყვანენ ზალუჟნის რომელიც ლონდონშია დიდი ხანი ელჩი და ზუსტად ზელენსკისთან დაპირისპირების ფონზე წაიყვანეს ლონდონში ელჩად კი ბატონო ჩვენად მოერგო და სხვა შორის ძალიან ჭკვიანი ადამიანია და ძალიან სერიოზული სამხედროა როგორც და ძალიან მოქნილი ფსიქიკა და ლაბილური ხასიათი აქვს კი ბატონო და დიდი ალბათობით ესე ჩანს ზელენსკის მიმართ ის პრეტენზიები რომლებსაც ღიად არაჟღერებენ და რომელიც ზელენსკის ცდილობს რომ ანტირუსული ტრენდით გადაფაროს თავისი ის პრობლემები მათ შორის ერმაკიც რომლის კავშირები ვიღაცებთან ასევე ცნობილია ასე ვთქვათ ვიწრო წრისთვის აქ ბევრი თუ არის მაგრამ საბოლოო ჯამში უკრაინელებსაც კი ამოვიდა ტყელში ეს ადამიანი რომელიც ნამდვილად რეალურად მე არასდროს ყოფილი ვარ ზელენსკის ფანი მიუხედავად იმისა რომ ჩემი სიმპათიები ამ კონფლიქტში როგორც სხერფლის მიმართ არის გარკვეულწილად უკრაინის მხრივ გამომდინარე იქიდან რომ ის არის სხერფლი მას დაესხნენ თავს რუსეთი მიუხედავად დიდი მცდელობისა შეხედეთ ვერაფრით ვერ ქნა რომ სამამულო მათ გადაექცია ეს ფაქტიურად რუსეთი რა შეება დღეს უზარმაზარ როგორ გადააქცევს ახლა სვაური წარმოშობის ხალხი როგორც ჩვენ ახლა აფხაზებმა რამდენიც არ უნდა ეძახონ სამამულო ომი ვერანაირად ჩვენთან აი დაპირისპირებას ამ ორ ეთნოს შორის სამამულო ომი ვერ იქნება ჩვენსა და აფხაზებს შორის და ვერც რუსეთსა და უკრაინელებს შორის. ეს არის კონფლიქტი შეკვეთილი გარედან რატო როგორ ეს ამ მიზეზებზე შეგვიძლია ვისაუბროთ პრობლემა არ არის მაგრამ აი მივდივარ სადამდე მინდა მივიდე ისევ ჩვენ თავს დაუბრუნდით. რა თქმა უნდა ჩვენ კონტექსტში განვიხილოთ. აი ამ ყველაფერში რაც ხდება აი საუბრები იმაზეც ხშირად მესმის უკვე და ძალიან ისეთ აგრესიულად რომ აი საქართველოს კარგი იქნება თუ იქნება ნეიტრალური. ძალიან კარგი იქნება. ოღონდ ნეიტრალიტეტის გამოცხადების სოფლიო მოქმედების ალგორითმი. აი მიუხრობლობა, დიახ. ალგორითმი უნდა ვიცოდეთ. ხო, ნეიტრალიტეტი პირველ რიგში ნეიტრალიტეტი რო გამოცხადდეს ამა თუ იმ ტერიტორიაზე, ამისთვის საჭიროა სოფლიო მართველი ელიტის სრული შეთანხმება. პლუს კიდევ რამოდენიმე პირობა, მაგრამ ვიტყვი ერთ უმთავრეს, ამისთვის საჭიროა აუცილებლად თვითქმარი ეკონომიკა. თუ ბირთვული იარაღი გაქვთ, თლათ შვენიერია, მაგრამ ვერც ერთ ამ პირობას ვერ მოყოფილებთ. ამ შემთხვევაში ესე თვით გამოცხადებული ნეიტრალიტეტი ეს ნიშნავს იმას, რომ შენ აღიარებ რომ არაფრის თავი არ აქვს და ფაქტიურად გარშემო ყოფ, ასე ვთქვათ, ინტერესანტებს ეუბნები რომ მოდი და წაიღე რაც გინდა. ბანდავით, მოდი ისიც ვთქვათ ახლა, რისი თავი გვაქვს რომ ან სომხეთს რისი თავი აქვს რომ ან აზერბაიჯანს თურქეთის გარეშე და ისრაელის გარეშე. კარგად თქვით, მათ უკან უდგას ის, ჩვენ მიგვიდგას ხალბატონი. ხვდით? არა ეს სხვა საუბრის თემაა. ეს სხვა საუბრის თემაა და აბსოლუტურად სხვა ჭრილში გადავალ, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, ბოდიში ხა ჭადის სახელი დავიწყებო ადამიანს, გენიალური სიტყვები თქვა იმ ისტორიკოსებმა. საქართველოს ისტორიას რო გაეცნობიო, ღმერთის არსებობას იწამებთ, იმიტომ რომ არანაირი ლოგიკური საფუძველი იმის რომ ეს ქვეყანა დღეს არსებობდეს, არ არსებობდაო. კი ბატონო, ყოველთვის ყველაზე გაჭირვებულ სიტუაციაში ჩვენი ქვეყნის ისე გადაალაგებდა ხოლმე განგება ვითარებას, რომ ჩვენ სასკეთლაგდებოდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ახლაც ასე იქნება, მაგრამ ამისთვის საჭიროა მაგის იმედი მაქვს, რომ არ მოგატყუა. ამისთვის საჭიროა სერიოზულად ერთო მიშველი, გიშველი, ხელი განძრია და გეშველება. ამისთვის საჭიროა ძალიან სერიოზულად ვიმუშაოთ, არ ვაკეთოთ რაღაცები ისეთი, რაც არ გვეპატიება, ასე ვთქვათ, კიდე ერთხელ ვიტყვი. დაპირისპირება ეს ღია
მიუხედავად ყველაფრისა, ხშირ შემთხვევაში უსამართლო კრიტიკისა, ჩვენს ნამდვილად უსამართლო კრიტიკისა ხშირ შემთხვევაში. ანტიამერიკანიზმი არ შეიძლება და ის საუბრები რაც ხდება, თუმცა ეგ ჩემი საქმე არ არის, მე დღეს არც ერთ ასე ვთქვათ პოლიტიკურ პლატფორმას საერთოდ არაფერი არ ვარ გადარჩენილი. ამიტომ შემიძლია თავისუფლად ვისაუბრო, ისედაც ყოველთვის თავისუფლად საუბრობთ, როდესაც წარმოვადგენდი, მაგის პრობლემა არასდროს არ მქონია. და აქედან გამომდინარე, აი ეს ყველაფერი მიუმხრობლობას, რასაც თქვენ საუბრობთ, სამწუხაროდ, როდესაც შენი რეგიონი, რომლის განუყოფელი ნაწილი ვარ ჩვენ, როდესაც რაღაცა ტრენდი აკალიბდება, ეს ეგონოს ადამიანებს ზოგადად თურქეთი არ არის აქ თურქეთი, აქ არის აბსოლუტურად. აი როგორც ზელენსკი გონია ხალხს, ზოგს რომ ზელენსკი მხარეა და მოთამაშე, არც მოთამაშე, არც მხარეა, არავინ არ არის. იქ ვინც არის მხარე, იმანაგერ 50 დღიანი ულტიმატუმი დაუსვა, რომელზეც ყველა ელოდება და ფიქრობს და არიქა და არაფერი არ მოხდება. თუ გახსოვთ ჩვენი საუბარი, შეუძლია მაყურებელმაც ნახოს ჩვენი ზამთრის გადაცემა იყო, მე მგონი, სადაც თქვით, რომ რაღაცა დედლაინი აქვს მიცემული რუსეთის იმისთვის, რომ რისი თავი გაქვს, მაჩვენე თუ არა დავამთავროთ, მაგრამ ხო, აქ ერთი სერიოზული პრობლემის წინაშე დგება რუსეთი. რუსეთისთვის ზავი აი იმ მიზნების 50%-ის მიღწევის გარეშე ეს არის მარცხინი. მიაღწია ჩემი აზრით, ეხლა რუსეთმა ჩვენთან რატომღაც არ ვრცელდება, რა ხდება საომარი. ეხლა ჩვენთანაც თქვენს აქ 2008 წელს და მიაღწია აკონტროლებს ეს ცხინვალის ბაზა და აფხაზეთის ჩვენთვის ხო არ ჭირდებოდა მას ის რომ განათავსოს ჩვენთვის არ ჭირდება მაგრამ ჩვენთვის რისთვისაც ჭირდებოდა ვთქვათ როგორი სიტუაცია იცით დავით აი ისინი მორიგდებიან მე ისინი ამ ერთმანეთს აძლევენ ვადებს ულტიმატუმებს რუსეთი იქ იბრძვის ვთქვათ მიიწევს ნაბიჯ თუ სოფელ თუ სახლ მე ისინი მორიგდებიან და საბოლოო ჯამში ჩვენ ამაზე ვარ დამოკიდებული ისინი რომ მორიგდებიან როგორ გადანაწილდება სადვიქნებით ჩვენ კი ბატონო ისე უცა ბიპი ბრიტანულია ხო ამაზე არავინ არ აქცევს ყურადღებას და ეს საერთაშორისო მისადგენ რომ გავიდა ანგლოსაქსების ინტერესით ჩემო ძვირფასებო მაყურებლები ჩადებულია თავიდან ბოლომდე ჩადებულია იმ თავითვე კავკასიის რეგიონში არა მარტო ანგლოსაქსების რუსებისაც იქ რატო ალუ ისიც აკონტროლებს ამას. ბრძოლა მაგიტომ მიდის ზუსტად რომ ანუ იქ შეიძლება ასეც კი დაალაგდეს რომ ამერიკული სამხედრო კომპანია, სამხედრო კი დაცვის კომპანია ეხლა გასაგებია დაცვა უნდა კონდეს ხო ესე ჟღერ საშიშად და გაუცნობიერად არაფერი პრობლემა არ არის ჩვეულებრივი ის არის რა ამერიკელების შესვლა ნებისმიერ რეგიონში ასე იწყება. ასე იწყება, მაგრამ შეიძლება აქ მოხდეს ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფნის სომხეთის ტერიტორია იყოს ის რაზეც გაივლის ხო მარშრუტი აღმოსავლეთიდან დასავლეთიდან ზანგიზურის კორიდორი და ჩვენი კორიდორი თქვა იმ შემთხვევაში თუ გაიხსნა აფხაზეთის რატომაც არა კი ბატონო მაგრამ ანუ აქ სხვადასხვა ვარიანტები და ისინი რომელ ვარიანტზე და ამიტომ ვამბობ რომ ჩვენი ზედმეტი თავის მოგიჟიანება მე გულისხმობ მოსახლეობასაც რაღაც პარტიულების ნაწილს ეს აბსოლუტურად არაფერს არ გვაძლევს იმიტომ რომ ჩვენზე არაფერი არ არის დამოკიდებული იმას გადავა შლეგები არ უნდა არავის არ აინტერესებს აქ რას ფიქრობენ თქვა ხო და ამიტომ არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ შევიძულოთ არ ვლანძღოთ ეს არის პირველი რომ სოფლიო პოლიტიკის მამები უნდა ხედავდნენ რომ ქართველები შლეგები კი არ არიან და ნორმალური ადამიანებთან რომელთაც საუბარი შეიძლება რომელთაც ჭკუა და ესმის რასეუბნები და ხვდებიან და ეს ვითარება რომელიც დღეს იქნება ჩვენს გარშემო ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს ზუსტად აი მან დავარ სადაც მე საუბრობთ ახლა როდესაც რეგიონი ერთ ზოგად ტრენდზე ჯდება რომლის ჩვენ რა ახსენეთ თქვენ რომლის გარშემოც ანგლოსაქსების სერიოზული ინტერესია და შენ ფიქრობ რომ ამის გარშე დარჩები და შენზე რამე გაივლის და რაღაცას წაიღებ ძალიან დიდ შეცდომას უშვებ იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩინეთიდან და შუა აზიიდან და მონღოლეთიდან და ასე შემდეგ წამოსული ტვირთების მიმღები საბოლოო ჯამში არის დასავლეთი ის დასავლეთი რომელთანაც შეუნა კონდეს კარგი ურთიერთობა თუ წინააღმდეგ შემთხვევაში არაფრის საშუალებას არ აქვს. ყველასთან კარგი უნდა კონდეს ურთიერთობა, მაგრამ როდესაც ისინი გეუბნებიან აი კიდე ერთხელ, როდესაც ჩვენ მეგობარ აქტში კიდე კაი ახლა დროებით შეაჩერეს და დიდი იმედი მაქვს რომ ისე შეაჩერეს და ისე წავა. ის სამარცხვინო აქტი იყო თავის შინაარსით. როდესაც იქ ჩაწერეს რომ საქართველოს როდესაც ჩაწერეს რომ საქართველოს ხედავენ რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის ვერძე ეს ირანის ეს ძალიან და თვითონ დადიან და მოელაპარაკებენ ირანს და ჩინეთს კიდე მოელაპარაკებიან უბრალოდ კიდე ერთხელ ეგენი ჩვენ გაგვიხილავენ როგორც თავის ცივილიზაციის ნაწილს და დასავლეთის მაშინ მომექეცი კი ბატონო მაგრამ ეს როგორ არის ცით ორივე აი ხელი ხელს ორივე პირს ჩვენც უნდა ვცადოთ უფრო ბევრად მოქნილები ვიყოთ უფრო ასე ვთქვათ
აი პოლიტიკურად უფრო მწიფედ მოვიქცეთ მათ მიმართ და ზოგიერთი განცხადებებიდან, ზოგიერთი ხისტი მოძრაობიდან თავი შევიკავოთ. ძალიან მარტივია რა მესმის რუსეთის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება, იმიტომ რომ არსებობს გარკვეული შიში, რომ ჩვენზე ბევრად ძლიერია და შეიძლება ასე ვთქვათ გაგვლახოს, მაგრამ აბატიეთ ამერიკის შეერთებული შტატები რა ნაკლებად ძლიერია რუსეთზე მის მიმართ ასე. არა, ისიც საფრთხე რა თქმა უნდა, ბელგრადი დაბომბა ნატომ ისე რომ გასაკვირველია ისე რომ თვალი არ აკანკალებია. თვალი არ დამუხამხამებიათ და პლუს მათ დაბრალდათ ყველაფერი. მილოშევიჩის ესე სერბებს ძალიან ცუდად მოიქცნენ, მაგრამ რა. როგორც რუსები მოგვიქცნენ ჩვენ, ისევე მოიქცნენ ამერიკელები და ნატოელები სერბებს. მათი ეს დამოკიდებულება ჩვენს მათი გამოცდილი ხელი არაფრთარ შეიძლება აი ბოლო ეს განცხადება ლინსი გრემმა რაც პუტინთან დაკავშირებით თქვა და მას რაც მოყვა შემდეგ მაიკ ჯონსონის განცხადება მე ესეთი რიტორიკა მახსენდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში კადაფის ან ჰუსეინის შემთხვევაში ასეთი რიტორიკა როგორც ეს რა მოიგო კიდე ან ერაყმა ან არა არც არაფერი არ მოუგია უბრალოდ დახოცეს ადამიანები შედეგი ხო დადგეს ამიტომ კი არის ეს ქვეყნები ფრთხილად უნდა ვიყოთ მაგრამ როდესაც ესეთი მძლავრი სახელმწიფოები ხელს გიწვდიან ესე იგი მათ აქვთ რაღაცა გრძელვადიანი ინტერესი შენს მიმართ მათი ინტერესი ამიტომ შემოცადა მაქსიმალურად მოქნილად იყო და თუ გამოგვივა ეს ქალბატონო ჩვენ კი ბატონო ჩვენ სერიოზულად გავიმარჯვებთ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ნამდვილად რეალურად ისეთი შანსი დღეს რომელიც გაშვება არ შეიძლება ჩვენ ნამდვილად შეიძლება გადავიქცეთ ძალიან სერიოზულ სახელმწიფოთაც მათ შორის სახელმწიფოდ რომელიც იქნება ეკონომიური ბუმის და ეკონომიკური გავარდნის ვეფხვის ნახტომს დავემგვარი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით, დიდი ბოდიში რომ შეგაწყვეტინეთ, მაგრამ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა, ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს, მე თქვენ გემშვიდობებით, ორშაბათიდან პაატალონ თათიძე იქნება და ხუთშაბათსაც ჩემნაცვლად იქნება და პარასკევს პაატალონ თათიძე 2 კვირის განმავლობაში. დიდი მადლობა ნახვამდის.